შოუს სტუმარი გახლავთ ადამიანი, რომელიც სამივე წამყვანი თავის დროზე ძალიან გაგვამწარა. მაშასე ყველაზე ცხარე გადაცემის წიწაკების განუმეორებელი წამყვანი გიგა კვეტენაძე. მოდი აბა, მოდი. მოდი ახლა. რა კარგად დავართ. მაგრამ შენთან სტუმრობის შემდეგ ერთი კვირა მე მაგალითად მეყოის ერთი სტუმრობა ერთი კვირა ვერ ვიყავი კარგად. მე რო დამთავრდა წნევა მქონდა, იმიტომ რომ თვალების უჩასესხლენებული მქონდა. მე კაიფში ვიყავ. ესე პარამიდ გამომასპინე. მე სხვადასხვა ისინიათ რა. სხვადასხვა ისინიათ. ტობასკო ქონდა რაღაცეებით, ხო? იბრიდი ციტაკა. როგორ? მომკალი. ვინ მეხვეწებოდა წამოს და რომ მე ცხარე მიყვარს ზოგადად ცოტა ცხარე ადამიანური ცხარე მიყვარს და აუ ის ერთი ჩავკვიჩე პირველივე უკვე მწარე იყო და მეთქი რა მართლა მე უთხარი თავის პროდუსერს ისე გახედა ამან ერთ მომენტში რომ ჩავკვიჩა რომ დაგაბრიდაო თვალებითაც რომ მივხვდი რომ ამის ამან მაგინდა მე უბრალოდ გადაცემაში აღარ ჩავსვით მე ანუ იმენა მაგინდა არ მინდოდა ძმაო რა მე აშეურად ხადი ვიყავი მე გამამწარა ჩემი ცოლი გამამწარა ოჯახი კაროჩი ახლა ჯერი MVP და ჯერისაც ჯერი MVP გახდება აუცილებლად მოიცა სანამ რამეს ვკითხავთ მართლა რა მაინტერესებს სტუმრები ხომ მიდიან და კვირაში ერთხელ ჭამენ ამ წიწაკას და თვითონაც ჭამენ და საშინელება კვირაში ერთხელ ხან ორჯერ თვითონ რო ჭამ როგორ აი ყოველ კვირა რო ჭამ მაგ წიწაკას არხი რამე საიდუმლო თანხას გიხდისო ცალკე დადიხარ ვიღაცებთან ცოცხალი როგორ ხარ ძმაო მართლა მაინტერესებს აი იმას რო ჭამ ყოველ კვირა როგორ გაცოს როგორ მუშაობ თავიდან მიხიალური დაზღვევა თავიდან მიხდიდნენ ეხა 10-რაზე შევთანხმდით რა ბაცი ხო რა ნუ 10 ერთი წელი ჭამს წიწაკას და დაიხამს ასტრაზე აი ჩვენ რო ქონდა мотиваცია კიდევ ერთ-ერთი კი ეგრე დაგვიყვება ხელფასის მაგრად ვაქცინები რა კაი როგორ ახარ ეხლა პირველ კარგად ვარ კარგად გამოიყურები ძალიან მშურს რომ 15 პლუს კილო დავიკელი ამდენი 15 პლუს წიწაკები პლუსით რომ მე და წიწაკის დიეტა წიწაკის დიეტა არის ძალიან მაგარი დიეტა დავიკელი რა ხო იმიტომ რომ ჩვენ რომ მაშინ კალათბურთი ვითამაშეთ ცოტა ისე იყავი რა ჯანზე იყავი და ეხლა თქვენ დადიხართ ხოლმე სათამაშოთ ერთად რამე ანდახან კაც ჩვენ კალათბურთს თამაშობთ თუმცა კალათბურთი ჩვენ რა გვინდა საჯიშე ქართული ჩვენ საჯიშე ქართული ედავანიკოს ჩვენ უფრო ხრიდოლით ვერთობ ხრიდოლი და ლახტი ძმა ხრიდოლი უფრო ჩვენ ისე წიწაკების გარდა კიდე რაღაცებს აკეთებ შენ ხო სხვა კიდე როგორი გეგმები გეკეთე მოგეთ მოყევი კიდე ასაკეთებ წიწაკების გარდა რომ მაყურებელმა ჩემი საყვარელი გადაცემა ხო ხო ანუ ჩვენთან მოდიხართ მე გათხრობთ და იქ რაღაცას გალაპარაკებთ და მომწონს ეგ რა და მაგის გარდა მე ყველაზე მწარე წიწაკა რომელიც მაქვს წიწაკა რა соуსი აჯიკა მეგრელი ასასინი ეგ მეგრელი ასასინის ჩენელი გავაკეთეთ დიდი ხნის წინ და ეხლა დავიწყეთ დაქოქვა თავიდან აი განსხვავებულ წიწაკური ამბები დაგხვდებათ იქ თუ შეხვალთ რა აი მაგალითად ეგეთი პლუს 18-ია თუ პლუს 18-ია კი პლუს 18 ეგეთი ის გვაქვს შოუ გვაქვს როგორ უთხრა ეგეთ კვლელი კომენტარები ეგეთი ის გვაქვს შოუ გვაქვს და იქ თუ არ უწერ ცნობილ ტიპს კვლელ კომენტარს მაგალითად შენი იღლის უნი აქმეცა შეიძლება მოგიწიოს და უწერო ზურა ჯაფარიძეს Facebook-ზე ხო ნიკა გრიგოლიანი მოგიწიოს როგორ ანუ აი შემთხვევი შეიძლება მოგიწიოს და თუ არ უწერ მაშინ უნდა ჭამო მეგრელი ასასი ეგეთი წესი ხო იეო მეგრელი ვარ ასასინიც გავხდი ასასინია მეგრელიან ასასინი მადლობა ძმაო მადლობა მეგრელიან ასასინი ეგეთი ამბები და ავისვა შენზე გავიგე მაგარი ამბები იცისო მაგარი ამბები მე ვიცი ძალიან ბევრ ვინმეზე, რამეზე და რაზე გინდათ რომ მოგიყვეთ. აი ამას ეხლა რა ბაზა აქვს? ჩემ პონჩიო დავჭირ. ამბები იმიტომ გითხარით ეხლა რომ საჭმელს და ისეთებს ალაპარაკებს, მე აი კიდევ ვერ ამოშლიო როგორც ამჯერად. სხვის ისტორია, შენი ისტორია მოგვიყვება. Facebook-ზე ჩამოგსკროლეთ და იქ რაღაცებს წერ ხოლმე რა. Facebook ამბავს ეს ეხლა ხო ეს ძველი ამბავია. ძალიან ბევრგან იყო ყველა მოისმინა ზოგადად დაწერა რაღაცა. მაგრამ ჩემია, დედას გეფიცებით ჩემია და თან მე რო უყვები, მაგრამ მიყვარს რა. აი ბიჭოს თქვი, მიდია. მოკლედ აღდგომის სუფრაზე ზესტაფონში ჩემთან სოფელში ვხედავთ სუფრაზეს რა. ჩემი ლაპარაკობს ეხლა რო იცოდეთ რა ხდება ჩვენთან სოფელში აღდგომის სუფრაზე, სხვანაირად დაიწყებდით. ანუ აი ის თბილისელები ხო უყურებენ რა თქმა უნდა. აი ის ხალხი ვინც გადის, ყველა სუფრაზე ჯდება. თბილისიდან ვინც გადის პირდაპირ სუფრაზე სვლებიან.
ეგეთი სუფრა არა. ეგეთი სუფრა. აი ხაშურში ვინც საცობს ქმნის, ეგ ხალხი ვხედავ სუფრას. და მამაჩემს აქ ტატუა წერია ზაპალიარიე რავი. ხო. რა წერია? ზაპალიარიე არის ადგილი სადღაც სიმბირისკენ ზაპოროჟიე. სახურობდა თუ რა? სახურობდა იქ რა ჯარში. აი წარმოიდგინე. ტატუა როგორი? აქ სიზმარმა წერია პასტით არა უშავს. ტატუ როგორია? ყინულსა და ზღვის რაღაცა ხო, მოდის მზე, ჩადის მზე. წარმოიდგინე ნემსი გაკეთებული 50 წლის ჯარში. აი ეგ ტატუ რა. და მე ხო რამდენიმე ტატუ მაქვს და რა ადგინდა ბიჭ მაგე რო ახატია ხელზე ახლა. რა შვება მაგე მე კითხე. სუფრაზე. აშვა მან. შენ რო გაგატია მე უთხარი მაგ ბეჯზე ზაპალიარე მაგ რა არის მეთქი. რა ის ბეჯზე მახატე, მაგადია გულზე ბიჭო. ბეჯზე ახატია მეთქი მიშიკო ვეუბნები. გულზე მახატია, შეიძლება რა მახატია ბეჯზე. მამა ბეჯზე, ანუ აქ გახატია ტატუ, თელი ცხოვრება მაგას უყურებ და სადო უხატია დედამ. ურმუცი წელი გავიტაც, რა 40 წელი მეტი შეიძლება რა არის სადო უხატია, სადო უხატია, შობელსაც. მეგეთი ამბავი ვაკი. გადაუტანე. მე რეც პატი გადაუტანე. ოთახში რომ ეგეც მოგიყვე, გადაოთ. აუ მე მაგ იდეა და მე მგონი არა მწინააღმდეგი არ იქნება რომ შემდეგ შოუში მოვიწვიოთ მამაშენ. მამაჩემი? ბატონო. და მაგარი იქნება მამაშენ. მე მესმის მამაჩემის. წარდგენაც უკვე ვხედავ როგორ იქნება. დანარჩენი ზესტაფონელი კაცი ხო იცი, ასაკშორის მე გევიგებ დამიჯერე და მე გევიგებ გევიგებ. მამაშენ ზაფხია? მიხეილი, მიშიკო, მიხო. მიხეილი. თავარ ახსენე, გავედი, ჩავდივარ ზესტაფონში. თელი ქალაქი, მიშიკო რა ვახ. მე ანუ აი სადავი და სოუსებს არ თავაზობენ რომ გაგატანო. რა თავაზობენ ზო მამაჩემს იცნობს ხალხი და მე არც მიყურებ ზედ არ მიყურებენ ანუ აი სიკორაო. ისიც უთხრათ რა ძალიან ბევრს რომ შენ ჩვენი თანაწამყვანი ნუ ფაქტიურად ხარ მაგრამ თანაწამყვანი როგორ ერთი გადაცემა როგორია კოლეგა. არა ფოტოშორის პირველი ჩაწერის მერე მითხრა ეგ ამბავი რა რომ მე მაგალითად სადღაც მეორე გადაცემას ჩვენს მეორე შოუს თავარი ბიჭების რო უყურებ დაახლოებით 10-15 ადამიანთან ერთად ვიყავი რა. იქაც რაღაც ესე სუფრის მაგვარი მოწრუპვა იყო და რო დასრულდა შოუ და ნუ თქვენს რო დამთავრდა, არა ვატეხეს ვიღაცება ყოველი ახლა მათი თამაში თავარი თამაში იწყება ციცაკებს. მარტო ყოველ ხუმრობის გეუბნები. რუბრიკა ციცაკები. ეგ იყო ჩვენი შოუს დამატება, რომ იქ მე მეოთხე წამყვანი მოდის და ციცაკებს აჭმევს. ფაქტიურად ეგრეა რა. რა გინდა მე მომწონს. რეკლამის გარშე უნდა გავიდეს და ჩვენი მეზობელი ვყავს რა გინდა. ძალიან კაი მეზობელი ვყავს. რამე აბაროტი ხო არ ვიჩალიჩოთ. მე ნაფიქრი მაქვს მაგაზე. შენც ნაფიქრი გაქვს მაგაზე. შურიზიება, ვენდეტა. სამი ადამიანი ავით ამ ყვაწვილთან მისული, ამ ისვე შოუში და გვაჭამა ეს ციცაკები 10 ბარკალი თუ 10 ფრთა, 10 რაღაცა გოზინაყი соусით, რომის ძალიან ხუთესწერი აზროვნებას კარგავ რა. ბოლოს 3 ხო და ხო არ გეწყინება რომ რაღაცნაირი მეგობრული ჩვენ გულში რაც დევს ის რომ გითხრათ რა. ჩვენს გულში რაღაცნაირად დევს სამაგიეროს გადახდის სურვილი. ე ბიჭო, ზესტაფონიკაცია უთხარი რა, აბაროც გიღებთ ბრა. ხო, ძმაო, სხვანაირად არ გამოვა რა. აიგე? მერე არაფერი მოდუნდი ცოტა ხანს. ბაროც არაფერი კარგად. არაფერი ჰექები დაუკავე ილო. ილო ჰექები დაუკავე. ჰექები დაუკავე. ერთი წავი. ჰექები დაუკავე. ჩამეში ახლა. ჩამეშენი. ხოზებში რამდენი ფისი ხარ დახვედი პირველად. კაი ნუ მოგავიქცე. ეხლა დანამდვილად შეგვიძლია გითხრათ რომ ჩვენი სტუმარი მზად არის თამაშებისთვის. აი მეგობრობის აღსადგენად რა ვსწრობ? წამის წარია. ძალიან წარია, ყველაზე მწარე უნდა იყოს ეს. და ჩვენ ვიმყოფებით გადასწარებ ოთახში, ეს არის ლიდერბეთის ოთახი. ყველას გვიყვარს ეს ოთახი, იმიტომ რომ აქ ძალიან მაგრად თამაშობთ ხოლმე. არჩენა არ იქნება გამონაკლისი. ეხლა ჩვენ ვითამაშებთ ერთ თამაშს, ჯერ იმას გეტყვით რომ ჯგუფებად ვიყოფით, როგორც ყოველთვის მე და ნიკო, შენ და ილო, ასე ვიქნებით და ამ თამაშს ქვია, ასე ვთქვათ, დაკიდებული მოკრივე. დაკიდებული მოკრივე. ანუ მიდი გაუძელ. აი ესე შეგვიძლია დავარქვა. დაკიდებული მოკრივე და მიდი გაუძელ რას ნიშნავს? აგერ არის მსხალს ვეძახით ხო? აჰა. და ვარჯიშო ტომარა. ვარჯიშო ტომარა მსხალი. ამას უნდა
ეს შემოვხვიოთ. რა მოიგონე ძმობა? ფეხები ავწიოთ და დავეკიდოთ. იქნები დაკიდებული. ვის მეთხანს დაჭერდება? ის არის გამარჯვებული. ჩავეხუტოთ. მოდი პირველები მე და შენ შევერკინოთ, გინდა? აბა, თქვენ იქნები დაკიდებული წამყვანები? ისე მე აპრობიდებული არ გვაქვს. ვანიკო, ეხლა მომისმინე ერთ წამეთ. უყურე რა ხდება? შენ უნდა გაძლო უფრო დიდხანს ვიდრე იმან და ქულა მოვიგეთ, ხო? ხო, აბა, ანუ არ ჩამოვარდე. არის ჩამოვარდე. ამას დავიკიდები რა პრობლემა ამაზე კი არა ბიჭო. 500 ეროვნული ლარი გინდა ძმა. მოყმარებულია ბაზარი. ლიდერ კარდზე 500 ერო. სამნის ლიდერ კარდზე არა თუ გინდა დაასრულა. ერთი წუთი მოვემზადე. ერთი წუთი ჯერ არ დახარჯო. თავარი მისი არის, რომელი უფრო დიდხანს გაძლევს. წავიდა. ვახ ჩემ ვახ შენი და. ვაუ. ეს მოხერი ასასინია, ვანიჩკა, არ დაგავიწყდეს. ვაიმე, ლატი. ბიჭო. აჰა, ბიჭო ეს გამიჩერეთ და გამაქანავე რა ცოტა. მოდი, კაია. ძა კაია. არ გვიდა არ. არა. ჩვენ შეგვიძლია რამეზე ვისაუბროთ. ვანიკო, რა დავამუღამე? რა დავამუღამე? უნდა მოეშვა. უნდა მოეშვა, ხელების ხო თავის ნებაზე მიუშვა. რო გავსრიალდე და წავიდე. ხო ესეც ხნერად ლაპარაკობს, ხელები როგორი წითელი. მომატრიალე კაცო, ველაპარაკო ადამიანს. ოდიში ზურგით ავაროთ. მურტალი ყოფილა. მურტალი კი არა, ქვემოთ არ ჩამოხვიდე, თორე. ფეხი მეტყვი. ცურდები. ილო რა მექენი? გაუძერე ყველა. რა გიყოთ, მითხარით. კაჩად შვენიო. დამიგინე რო არ ჩამოვარდე რაღაცა. შენ ბოლომდე შეკრული იყავი. ვიდა შენ შეკრული იყავი. ვანიჩკა შე რაღაცა ქენი რა, უფრო მხნეთ გამ. ჩემზე არა დამოგიდე. შეხება არ მოდი. არ შეეხო. შენიანს მიხედე. ვახ, ჩემიანი შენი რა დარი? აი ფორმაცია მაგას სპორტულ ფორმას. ერთი წამი. ოდი შემოლაბაზო არა უშა. რო ჩავარდი, როგორი ხმაი? მე მგონი ეს ორი ეს მოგინებს. რო ჩავარდი, როგორი ხმაი? იცი? ასასინ შეასრულა. მისი ენი. ბრავო. აი ვარჯიში რა არის? 100 ლარი უკვე მოიგე. 100 ლარის გამოვიყავი ბიჭო ასე დაკიდებული. შემდეგი ერი 150-ია. აჰა, ილო, შენ ილო და ნიკა. მე ვარ. ერთი წამი შევხედე. ილო. რა უნდა ვქ. ვანიკო, რამე ტექნიკა მასწავლე ახლა როგორ გავა. დაიწყარელი ვიდარი. მიდი. გასშალებ ჯეირანო. დუხით გვაგდებენ, დუხით. მიდი. გასშალებ ჯეირანო. რას ლაბარაკობ ახლა? ხუტო. მიდი. მიდი ნიკო. 1 2 მოიჭიდე ილო, იმიტომ რომ დროში მოიგებ მერე და 3 დავიდა. ბიჭო, არც ისე ადვილად ყოფილა საქმე, როგორც ჩანდა. სხვა რამეზე იფიქრე. მომატრიალე ხალხისკენ ზურგით ავარო ხერხული. შენ სხვა არ გინდა მატერიალო ილო. ოპა! არა, შეჩემა რა ყვავი. რა მინდოდა? ეგარშო. როგორ ახლა? შენი რა, შენ? ახლა? არ ესენი. ასე გვეხოთ. წესები არ ითვალისწინე. გადი აქედა ბიჭო. რა ბუტონი არ შეიძლება. არა, ჩვენ ამ დროს რა ვქნო, როგორ გავამ. რამე ანეკდოტი მოვლენებს, აბა. ბიჭო, სიკულა და გრიკულა იმაშობიან. თვითფრინავით მიფრინავენ. აი, ხელი ფარდუცია, ვანიკო რა. ნახე რა ჟილკობა აქ. ნახე ერთ წამში რა სიმაღლე იყავი და ერთ წამში დამდაბლ ილო, მიდი. ავიდა. მიდი ილო, შენ ვერ გაუძლებ, შენ დამარცხდები, მიდი ილო. ესე შენ ძამია მისმინე, ზესტაფონი გაიხსენე. მაიცა გავქანდე უნდა. ერთი ჭავჭავაძეზე რო დადიოდი შეღებილი თვით და ხალხი და ეს გაიხსენე. გაეცრიე შენ. მოდი ლუკა. ბრძოლა არ შეიძლება. აბა რასაც მოასწრე. და გამაჩერე ვანიკო, თაბრუმე ხვევა ბლია ჩამოვარდი. ამავიწნა რო შეგიანი ვარ. აკეთ გამომშვი. გამომშვი გამოვარდი შენ და ერთი ორი სამი გაუშვა. არა ბიჭო. რა იდიოტობა. ვიდი, იდა გიგუში. რა იდიოტობა. მოვიგე, ჩამოდი ნიკო. რა გაიმარჯვა ნიკო. ენა თამაში გაიმარჯვა. ჩემი შვილები არ უყურებენ. ეხა ჩვენ გუნდმა როგორ მოხდა? როგორ მოხდა და ფრე არის ძმა. ფრე. 50 ლარი ჩამოგაკლა. კი, ფრეა. ჩვენი შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ, შეგოგიგა, ეს ამ სტუდიაში არ მოხდება. კი. არამედ მოხდება სხვაგან, სტუდიის გარეთ. სტუდიის გარეთაც აპირებთ ხო ჩვენ? უნდა გავიდეთ. კი. მომყევით ერთი წამოდით. წამოდით ჩვენ. წავედით და პირ გავა. ავედით.
აბა მეგობრებო, როგორც დაგჭირდით, ჩვენ სტუდიას ცოტა ხნით მოვშორდით და მოვედით გასართობ ცენტრში. ეხლა ვართ მაქსილენში. ხო მეტყობა ჩვენ. რა კაია ადგილას ვართ რა ჩვენ. ეხლა სხვა ატრაქციონებზეც ვიყავით უკვე ეხლა ჩვენ ეს ატრაქციონები. კი, ბავშვები, მე ინგლისურზე უნდა წავიდე, ხატვა გაქვთ მე სამოთი არ დაგავიწყდეთ. მოკლედ, აქ მოვედით იმისთვის, არც მეტი არც ნაკლები უნდა ვითამაშოთ როდეოზე. ხო იცი როდეო. ხარზე უნდა შევხვდე და უნდა გააჭენო ხარი. ომოთ ეს ჩვეულებრივი ხარი არ არის. ეს არის ელექტრონული ხარი, ერთგვარი აი ხარი. აი ხარზე მოგიყვანეთ, აი ეს ხარი, მოკლედ. და თან ესე უბრალოდ არა, უბრალოდ კი არ უნდა გააჭენო ელექტრონული აი ხარი. არამედ ლექსიც უნდა დასძინო ზემოთ. რომელი ლექსი? რომელი? მერანი. მერანი. აქტუალური ხა თვალ მერანი არ არის. გაიმარჯვა, მის უფრო დიდ ვინც უფრო მეც შეძლებს, მოკლედ ის არის გამარჯვებული. მე არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, ამიტომ მე ჩემ თავზე ავიღებ პირველ დაწვას. ხوار შეაჯერები პირველი ხარ. კი. უსურვოთ წარმატებები პოლიტიკაში. ოპა. გასაკეთებია უკეთ. ვიდი. მართლა. ზეხტი. მიგივანო. ვიცა? ვახ, ეს რეალეს. ბიჭო, ახალი ამბავი გვაქვს, ხო იცი რა არის? ყოველი კუპლეტის შემდეგ ხარი აჩქარდება. რა? ესმის. ხო, ყველა კუპლეტის შემდეგ უფრო და უფრო ახელდება. გაგიჟდება. აჰა, წავიდა. და ხარ, მოიცა. არა ვარ მზად, მაგრამ და ეს მე მანქანი ყავს, რომელიც აი ყველაზე ექსტრემალი მე მანქანი. ვანო. აჰა. იცოდე რომ ძალიან ფიგვარდი. ვიცი. წავიდა. მირბის მიმაფრენს უგზოუკლოდ ჩემი მერანი უკან ბიჭო სრია მომჩხავის თვალმედითი შავი ყორანი ბიჭო გასცი მერანო შესჭენებას არ აქვს სამწვარი დანიელს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღეუბათაში ბიჭო მოუბარას მისვენით აბა ვაიმე დაგეცე ხარი გააპეც აი გარდაიარევა ვერა ხო არა უშოთ 28 წამი წავედი აბა მიდი აბა ილო სოლიდარობა ხარებს ეს დასაწყისი შემართება მომწონს აბა ჩემო ნიკო რა გენაცვალე აბა ჰოპ აბა მიდი 1 2 3 დავიწყე მირბის მიმაფრენს უგზოუკლოდ ჩემი მერანი უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი დასცი მერანო შეიშენებას არ აქვს საწყარი დანიელს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარი დაყვეთე ქარი დააბეჭ ხალი დანდაიერე კლდენი და ღრენი გასცი და გუღუმე და შემომიძე მომწონს სალანი დღენი ნუ შეეფარვი ჩემო მფრინავო ნუცას მოგვიგოთ ნუ საალდასა ნუ შემიბრალე ნუ შემიბრალე შესაალდასა ლექსი არ გამიწერა საქართველოს და მოვკიდებო თავკითხვა რთულია ბრავო აიო ოჩო არ ჩამოვალ და მე შემდეგი მონაწილე არა ვარ, საერთოდ არ ვარ მზად. კი მზად ხარ. ანუ რამე რჩევა მომეც. რამე რჩევა. არ ჩამოვარდე. აბა გიგა. მიდი გიგუშ. აბა მიდი ხარი წაიყვანე აბა მზად ხარ გიგუშ. წავიდა ხარი. წავიდა. დაიძრა ხარი. მირბის მიმაფრენს უგზოუკლოდ ჩემი მერანი უკან მომჩხავის თავბედითი შავი ყორანი გასცი მერანო შეშენებას არ აქვს ხარი ბოგი ბიჭო და რთულია იბა როგორ ქნა რო ნოდლი ბავშვიდან მაღაზიაში დავედი ესე იგი რეკორდები უნდა მირბის მიმაფრენს რეკორდები შენი სეხლი ის იმას კითხულობ ლექს ბიჭო დიდი ნიკოლოზ ბარათაშვილის სექსი კითხულობ კარგია აიცა თქვენი აიცა მოიჭიდე ნიკო ორივე ხელით მოიჭიდე მართლა შემილია ხო ილო მაგითი გაკაჩა ილო 44 წამი ხო გაკაჩა
აბა დავიწყოთ. წავიდა. მირბის მიმაქრეს უგზავნოთ ჩემი მერანი უკან მომჩხავის თვალ ბეზიდი შავი ყორანი და სიბერანო შეჭენებას არ აქვს სამზღარი და ნიაუსნიეს მითრი ჩემი მღელვარი მოუმატეთ გაბეკარი გაბეკარი გადაიარე კდენი და ღრმენი და გაბეკურცხლე და შემიგველბას აიცა გაბეკარი გაბეწყალი გარდაიარე კდენი და ღრმენი გასი გაკურცხლე და შემიმოკლე რაღაც ეგრე იყო ხო მოუწმენელ სასხავანი დღენი შენი რა გითხულობ ბიჭო აიცა ლექსი თუ არ წავიდი ხარ გამოაიცა ნუ ვახშენი გასაგებია, მაგრამ იდეა მაქვს, იდეა. მაგარი. ულექსოთ ვინამდე ხას გავძნეთ სრული დატვირთი. ულექსოთ თავის რეჟიმი. მე მიდივარ პირველი, ჩემი ჯერია. ყოველ 10 წამში მოემატება ერთი სიჩქარე. კი ბატონო, მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ხოდა გიგაუ ბატონო როგორ მოგეწონა ჩვენთან სტუმრობა თამაშები? სტუმრობა მომეწონა, თამაშები არა. თამაშები არა? ხო, რა ცოდო არ გადაცემა მომეწონა თქვენ არა. კარგად კი ითამაშეთ და თან რა ვიცი, ეს ჩვენი სპონსორი ლიდერბეტისგან კონტაქტო ლიდერს არდი შენ, ასეთი კარგი თამაშისთვის, სტუმრობისთვის, ხალისისთვის და ძმაკაცების. დიდი მადლობა შენ.